სინდისის 8 პატიმრის სასამართლო პროცესი ზუსტად 12 საათზე დაიწყება. საქალაქო სასამართლოში საბადრაგო სამსახურმა უკვე უზრუნველყო და ამ წუთებში მოყავთ სწორედ გლდანის მერვე დაწესებულებიდან პატიმრების ხდომათა დარბაზში. დღეს მოსამართლე თამარ მჭედლიშვილი მოусმენს ბრალდების მხარის მოწმეებს და აქვე ადვოკატები აცხადებენ, რომ დიდი ალბათობით დღესვე დაიწყება ვიდეო მტკიცებულებების გამოკვლევა იმ მტკიცებულებების, რომელიც ადვოკატების შეფასებით არათუ ბრალდების დამადასტურებელია პირიქით პოლიციელების სპეცრაზმელების წინააღმდეგ პირდაპირ მტკიცებულებები არის. ჩვენ გქონდა შესაძლებლობა სინდისის პატიმრების ოჯახის წევრებს გავსაუბრებოდით, რომლებიც აცხადებენ, რომ მათ არ აქვთ ობიექტური გადაწყვეტილების მოლოდინი, მიუხედავად იმისა, რომ დასკვნითი სხდომები ტარდება. კარგად აცნობიერებენ, რომ ქართული ოცნების ხელისუფლებამ სასამართლო პროცესები იმის გამოდაკეტა, რომ მათ შორის ქართული ოცნების მხარდამჭერებიც კი სოლიდარულები იყვნენ სინდისის პატიმრების მიმართ. ყველა კვლევა აჩვენებს, რომ ითხოვენ თავისუფლებისთვის მებრძოლების გათავისუფლებას. შესაბამისად, ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ სასამართლოს ხდომების დახურვა ემსახურება იმ მიზანს, რომ რაც შეიძლება ცოტა ადამიანმა გაიგოს სინდისის პატიმრების საქმეში, როგორი თეთრი ძაფებით არის ნაკერი ეს საქმე. მე ვფიქრობ, რომ არც ერთი მოწმე არ ლაპარაკობს მართალს. აი არც ერთი მოწმე. საინტერესოა რა სიტყვის მოწმე ჩვენი, რომელმაც სახელნა წაიყვანა თორნიკე. ვიცი, რომ მშობლებისგან როგორ მოხდა იმათი შვილების დაკავება და მოწმე რას ლაპარაკობს და მშობლის უფრო მჯერა ვიდრე მოწმის, რა თქმა უნდა. ჩემ გვერდში ძალიან ბევრი მომხრე არის ქართული ოცნების, აი ჩემ სამეგობროში და სამეზობლოშიც, მაგრამ 24 საათი მეკითხებიან თორნიკეს ამბავს და 24 საათი ჩემთან ერთად იწევლებიან ისინი ამ მთავრობის მისამართით რა. და ამიტომ ვფიქრობ და ზუსტადაც ეგ ვიფიქრე, რომ ზუსტადაც მითო დახურეს, რომ ისინი მაინც აღარ იყვნენ, აღარ გააპროტესტონ იმათ. თუ ეს ბიჭები დამნაშავები არიან, აჩვენეთ თქვენს ამომრჩევლებს. არ არიან დამნაშავები და სხვა გზა არ დაიტოვეთ და დახურეთ პროცესები. კითხვას რო უსმევენ, ცრუმოწმე პასუხს ვეღარცებს, იმან უნდა გასცეს პროკურატურის კითხვებს და დარიგებული ყავს და ეს ბიჭები რო კითხვას დაუსმევენ, იმდენად იბნევიან და ისეთ აცდენები აქვთ, რომ სხვა გზა არ დაიტოვეს და დაახურინეს პროცესი. აი ეს არის. მოლოდინები ნამდვილად არ მაქვს და არც იმის შიში მაქვს, რომ ეს ბიჭები დიდხანს იქნებიან. აუცილებლად სამართალი ჩვენთან არის მოსული კარებთან, უბრალოდ როდის გაიღება, აი სულ ცოტაც და აი ნახავთ თუ არ ვიზეიმებთ ჩვენ ამ ყველაფერს. სანამ დაიჭერდნენ, დაწერილი და გადაწყვეტილი იყო. ეს ყველაფერი არის თამაში და შოუ. მთლიანი საქმის მასალებში არ არის წარმოდგენილი არც ერთი პირდაპირი ხასიათის მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებს ზვია ცეცხლაძის და სხვა დანარჩენი ბრალდებულების ბრალეულობას. მივდივართ დასკვნითი ეტაპისკენ, თითქმის დასასრულს უახლოვდება მტკიცებულებების კვლევა, თუმცა ამ დრომდე როგორც აღნიშნეთ, პირდაპირ ხასიათის მტკიცებულება წარმოდგენილი არ არის და ჩვენ დასკვნით სიტყვებში ძალიან ვრცლად ვისაუბრებთ იმ საფუძველზე, სამართლებრივ საფუძვლებზე, რის გამოც მიგვაჩნია, რომ არ უნდა დადგეს კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოთქმულებელი განაჩენი. სინდისის 8 პატიმრის საქმის გარდა საქალაქო სასამართლოში დღეს დავით ხომერიკის სასამართლო პროცესიც არის 2 საათზე ჩანიშნული. დღეს დაცვის მხარემ უნდა გაცეს კითხვას პასუხი, მისცემს თუ არა ჩვენებას ხდომათა დარბაზში ბრალდებული ხომერიკი. ეს საქმეც პრაქტიკულად დასკვნით ეტაპზე არის და სულ რამდენიმე ხდომაში ნინო გალუსტაშვილმა დავით ხომერიკის საქმეზეც საბოლოო გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ ნინო გალუსტაშვილი არის ის მოსამართლე, რომელსაც ყველაზე მეტი საქმე დააწერეს სინდისის პატიმრების პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებს განიხილავს სწორედ ნინო გალუსტაშვილი და მისი მისამართით ბრალდებები ისმის არა მხოლოდ ოჯახის წევრების მხრიდან, საერთაშორისო პარტნიორები აცხადებენ, რომ ის მიკერძოებულ გადაწყვეტილებებს იღებს, პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს იღებს, რის გამოც დაანონსებული არის, რომ სანქცირებულთა რიგებში სწორედ მოხვდება ნინო გალუსტაშვილიც. მას ჩასემ ასეთი ავითარება საქალაქო სასამართლოში დღეს ერთმანეთის მიყოლებით სინდისის პატიმრების სასამართლოს ხდომები არის ჩანიშნული.